დამასტრომსალმება გამარჯობა დილამთრობის ხალხნო რუი საფუძვია და მე ვაკეთებ აჯაბ სანდალს გავამზადე ყველაფერი გარდა პამიდურის რაღაც დაგემაროთ და ამ ბოლო ხანებში ერთადერთი რაც არ მიყვარს საჭმლის კეთებისას არის ხახვის დაჭრა. არა, ეს მომენტი მომწონს. რამაზად რო იჭრება, მაგრამ ან ხახვი მხვდება ამ ბოლო დროს ძალიან წყალი. გუში ისე დამეწვა თვალები მწვანელებიოს კეთებისას. რომ დავანები თავი და გარეთ გაველი ჰაერზე 1-5 წუთი ალბათ, იმიტომ რომ რაც მეგონა რომ ტვინიდან მომდიოდა ცრემლები. და ძალიან ამოიწურს ხოლმე ეს პროცესი. ადრე არ მაწუხებდი, ხა მაგრამ მე სიბერის ბრალი. წინი ბუძელნიკმა დაერეკა. და ანუ აზრად არ მოსვლია ის, რომ გამეკეთებინა აჯაბ სანდალი რა და ვიფიქრე, რომ ახალი მეთქი დავიძინებ კიდე თქვა რა მარტო კარტოფილის შეწოს ვაპირებდი და ახალი მეთქი დავიძინებ. მაგრამ პარალელურად მომისმა წვიმის ხმაც. და ვაიმე მეთქი უცბად თავში დამკრა, რომ ვაიმე სარეცხი მიკიდია თქო გარეთ. და წამოვხდი. და ეს სარეცხი ხო აკეთებ კიდე და იქით სულ იქით. ვიაცის ქვეშ ჩემი სამსახურის ტანსაცმელი მეკიდა, რომელიც დღეს უნდა ჩავიცვა, 1 საათში უნდა ჩავიცვა და არის სულიად სველი. ვფიქრობ, რომ ამას რო დავდგა, ფენს ჩამოვიტან და შევაშლებ ცოტა. ანუ ისეთი ის არის, რომ თოთი მაინც უნდა შევაშლო ფენი ჯობია. ძალიან არის, მაგრამ როგორც იყო გადაკიდილი, ის ზედა მხარე დაუსველდა და ფეხები რო გავშლიკო. მას ვისა. დიდი დანამინდა. აი გუშინამ დანაზე გეუბნეოდით, აი ეს აქვს დიდი და კარგად ადის ბოლომდე და იმას კარგად ვჭრი. და ჭირთაც მაგრად აჭრის სხვადასხვის. ეს გასაფრთხნელად არის კაი. გუშინ მინდა და ერთი ვიდეოს გადააიღო. ნინასთან ერთად და ვუთხარი რომ ესადა ეს შეხვედრია თქო ვიდეო TikTok-ზე და არაო ხოდა მოდი მეთქი გადავიღოთ. რაღაცა ეს არის ფოკუსი თუ რაც აქვია. ფოკუსი. ხოდა რა დავიწყეთ გადაღება და ისავქენი უიო ეგავიცი. შეკაია და შეიძლება თქვა მანამდეა რა. ხოდა ჩაიშალა გადაღება, იმიტომ რომ ის ტრენდის წოდნია. ეს იყო ბაღჩაში შეგდებული. ისინი რომ შეყვა, ამას შიგნით მოხდება ხოლმე. და ეხლა რომ წმინდა შემეცოდა და გამოუშვი, რომ თან ეხა ის პატარა ქათმოც ხოლმე გამოუშვი და იმას ბაღჩაში ვყრით. ამას განაუშვი, რომ ეს ცე ვირი. ეხა დადისა ესე და დაყროყინობს. ეხლა ჩვენი საძინებლის ფანჯარასთან და დაბლები იქა კიო და მე სად დამიჭრია, მე სად გადავაგდო.
ძალიან დებილური სიზმარი ვნახე, აი საზღვარი სიზმარი ვნახე, ამით ამას ვერ ავჭი. მთელი ამის განმავლობაში განვიცდიდი რაღაცას, არც ვიცი რაღაცას. და ზოგადად რაღაცა ცუცის ბავშვი ვახურობ ხოლმე. ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე იმ წუთას, რომ ანუ ეს ხო სიზმარია და დაწყრადი და რაღაცა. ხა დაცაწყარი რა ვიყავი, მაგრამ აი. ხო და ანუ ეგ მომენტიც არ მქონდა რა, არ დავუშვი, რომ არის იყო სიზმარი და აი მთელი ღამე განვიცდიდი. მე ვფიქრობდი ეს როგორ დავუშვი. არ ვიცი, რაღაცა ანუ ეგ განცდა მქონდა. რა მოხდა, ეგეც მუდოვნად მახსოვს. მაგრამ ვიცი, რომ ანუ ისეთი რაღაცა მოხდა, რაც რაღაცა ტრაგედია. არ ვიცი. კიდევაც ვერ ვფიქრობ. ხო და თან მე ვიყავი ამ ყველაფერში გარეული და ვერ ავხდებოდი მე რატო ვიყავი, ან ეს რატო დავუშვი. ან რა ვიცი, ძალიან დებილობა სიზმარი ვნახე და ძალიან ვინერვიული. ხო და ეგეთი რამე სხვადასხვა რავი, კაი ხანი არ მქონია ეგეთი ის რომ ანუ თან დანაშაულის გრძნობა მქონდა. თან ნერვიულობის ისოებს როგორ დავუშვი. ანუ ძალიან საინტერესო გრძნობა. ესეთი სიზმარი პირველად ვნახე ცხოვრებაში. ხო და ჩემი ძებნელი ადამიანი არ იყო, დილას რომ გავიღვიძე და მივხვდი რომ სიზმარი იყო და ბავშვობაში შორს არც ისე დიდი არც ისე პატარა ვიყავი. რომ მაშინოდა ხო. მე ერთხელ მახსოვს რომ აი ისტერიკა დამემართა, აი მართლა გადამოცემით არ მახსოვს, ეგ მომენტი მახსოვს. ღამე რაღაცის შემეშინ და არ ვიცი რის და აი ყიოდი. ოღონდ იცი რა მახსოვს ჯერ? რო ავდექი დედასთან მივედი და დედას ვუთხარი რომ მეშინია თქო. და მოვტრიალდი საწოლში დავწექი და მაშინ დამემართა ისტერიკა. ეგ მაგრად მახსოვს. წყლოვანება შეიძლება ნინოს ტოლი ვიყავი, არა უფრო პატარა ვიყავი, უკვე დიდია. და მაგრად მახსოვს. ეგ მაგრამ ეგ სულ შეგიძლება იყო რაც წეღან. მთელი დღის მანძილზე უნდა გამოყოს ახლა ეგ ცუდი მომენტი. აი რაღაცა კი არ ჩავიდინე. ანუ რაღაცას არ შეუშალე ხელი. და ეგრეთ წოდებული თანამონაწილე თუ რავი რაც აქვია ეგ ვიყავი და ჯერ ხომ ნერვიულობდი იმაზე რაც მოხდა. თან ვერ ვიხსენებ რა მოხდა. აი მაგრად ვიცი რომ მაგარი დამნაშავე ისა მქონდა შეგრძნება. მაგრამ მე აფრი გამიკეთებია თან. იმასაც ვერ ვიხსენებ კარგად რა მოხდა. ის კი ვიცი რომ მაგრად დავნერვიულობდი. და იმასაც არ ვუშვებდი რომ ეს იყო სიზმარი. და აი წვიმამ რო გამახვიცა, გეფიცები ჯერ მარტო რო გავიაზრე რომ სიზმარი იყო ის, მაგიტო ავდექი რომ ანუ რაღაცა ცუდი გრძნობის იქით და გამოსვლა მინდოდა და ძალიან მინდა რომ მალე გადამიარო სამალი. ამის რაღაც არასოდეს არ მომცვლია რა, ეხა ის მართლა ბავშვობის შიშებს თუ არ ვიტყვით, ეს რაღაცა არ მომცვლია, საათი არ გამიყვაროს. 20 წუთია რო ის ერთ საათი ჩაჯავში სანდალი ხო იქნებოდა, ეს კი კარტოფილი შეწვაც მინდა და რა ვიცი. ცოტა წანილობი მაქვს. დღეს სახში არიან ყველანი და ხომ უნდა ჭამოს სანამ მოვალ. ამ დროს ნანი მყავს ხოლმე ყოველთვის. და მოიწვიან გავისროლეთ. საჭმის პრობლემა მოგვარებული მაქვს ხოლმე. შაშა კი ამ დროს არ მუშაობდი, მაგრამ ზოგადად სულ მანი აკეთებდა ხო. ხო ეხლა დამიანი მწამართო. პატრიცე მოვითხრა მწამართო. ნინო და ნანი ფუსფუსებდნენ ხოლმე და ბარბარესაც აკეთებინებდა ხოლმე რაღაც. ეხლა შეიძლება ხოლმე ბარბარაში მოგეხმარო და მაგალითად ეხლა შეიძლება დავაჭრეინო რა. ეხლა მეჩქარება ვერ ვცოდ დავაჭრევინებ, იმიტომ რომ ვიცი იმის ის აი
ხო და ნანი აკეთებინებდა ხოლმე ასწავლიდა რაღაცებს რა და თან ერთობოდნენ. გადაშოვის გუშინ ბიძინას ველოდებოდი, მაგრამ არ მოვიდა. მამამთილი კვირაობით მოდის ხოლმე და მეორე ყავარო დავლი არ სვავ, მეთქი მოვა და ბერი არ მოვიდა. თქვენ გქონიათ ეს აი ხა ხო ლაპარაკობ, აი ხო სხვა თემაზე ვსაუბრობ, რაღაცა შეიძლება გავიხუბო, გამიგოს და რაღაც ისე ვიქრატო გაჭედილი სიზმარში. მართლა არ მქონია ეს მომენტი. წყალი დაგუწყვიტეს გუში. აი რო თქვი მაგრამ გინდავსო მეთქი არც ამი ანუ ისე ნინო მიბანაო ფაქტიურად და წყალი დაწყდა ისე ეს დამიჯო ზემოდან შეიძლება აჯაბ სანდალის რა მიყვარს იცი ყველაფერს ერთად ვუყრი და დავაფარებ დავდგავ ძალიან დაბალ ცეცხლზე და გავთავდა ეგაა მაგარი აჯაბ სანდალის ეხლა მე გუშინ რო გამიაზრებინა რომ მე დღეს ამას ვაკეთებდი წანელობიოზე რო გავაბლენერე პამიდორი მაგას ერთჭიქაში ვნახავდი და ამას დავისხავდი გეკერთი პამიდორი ცოტა მორბილებული და იმას ფუსო არ ეყოფა ვარ მითხრათ როგორც ამაკ ხომ ისე ვარ ეხლა მაგალითად ნივრის გამოტანა დამავიწყდა და სპეციალურად მაგისთვის არ გავალ ნაწვიმია წვიმს და მეზარება ხოლმე უკვე რა მართლა მეზარება ხოლმე მოძრაობა სანამ სამსახურში წავალ დავითრო ეს აი რაღაცა მაქვს აჯილაჯუნები მახვევია ოღონდ მართლა მაგას ვგრძნობ იმის წარმოდგენაც კი მზარავს ამ წუთას რომ ანუ ხო არ მახსოვს ის რატომ აქ ეს გრძნობა რა დავაშავე ან რა დავაშავი არა რაც არ შეუშალე ხელი რა დავინახე ეგეც არ მახსოვს აი იმ წუთას ეგ შეგრძნება რომ დამეუფლა რაღაცა მივქარე რაღაცა არ გავაკეთე ისაც არ გავაკეთე იმ წამიდან მაქვს ეს გრძნობა სიზმარშივე ეხლა მაწუხებს ძალიან თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა რაღაცას რომ წინასწარ განიცდით ხო და რაღაცას რომ წინასწარ ფიქრობთ და რო ხდება მე მქონია და არაერთხელ აი მაგალითად ლაშას მამიდის ფეხის ოპერაცია როგორ დაიღუპა ლაშას მამიდა ძალიან უსაყვარლესი ადამიანი იყო დოდო მამიდა იყო საყვარლესი და თან იყო ფუმფულა მე როგორი მამიდაც ყავს ისეთი იყო და აი ეგრევე მივიღე მამიდათ იმიტომ რომ ისიც მამიდა იყო და ძალიან საყვარელი ადამიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და ფეხზე ოპერაცია მანამდე უბრალოდ ფეხის ოპერაცია გაიკეთა და აი ეგ ფეხის ოპერაცია ვნახე წინასწარ. რომ უნდა გაიკეთებინა. რომელ ფეხზე ეგეც კი. ბევრი რაღაც ეგეთი აი რაღაცა რო ხდება, განცდა კი არა მაქვს რომ უნდა მოხდეს. აი რო გავიგებ ხოლმე რაღაცას, გამეცინება ხოლმე, იმიტომ რომ ახმამაღლა მას არასდროს არ ვამბობ ხოლმე. რა ეს ხო ვიცოდი უბრალოდ მე არ მივანიჭე ის რა ძალიან უცნაური რამეა სიზმარი ძალიან რა არის სიზმარი მაგაზე მე ვკითხულობ ხოლმე სხვადასხვა ან ვუსმენ ხოლმე მიყვარს მაგაზე მოსმენა
ვიდეოების, არ ეგეთი რაღაცეების რა, აი ახსნა მეცნიერულად რო არის რაღაცა და თან საინტერესოა ხო. კიდე ისიც ხო არის რომ ანუ არ გამორიცხავენ რაღაცა როგორ კარი ჭესო თუ რაღაცას სამყაროდან გასასვლელიო თუ რაღაც. ეტყო იმ კარებს ვეჯაჯგურებოდი. არ გამირის. მაგარებს ვეჯაჯგურებოდი, ეტყო და არ გამიღეს. და იქ იმიტომ ის შეგრძნება რომ რაღაცა არ გავაკეთე. წვანილები გავიწყო. ზოგადად ამ წვანილებს ხოლმე ვიღებ ყველანაირ წვანილს ვუშვები ყველაფერს. ჩემი ძირითადი სახმარი წვანილები არის ქინძი, პეტრუშკა და კამა. და თუ მაქვს აბსოლუტურად ყველა კერძს ყველაფერს ვუშვებ. ხო და ამას იცი როგორ მაქვს ხოლმე აი ქინძი კიდე ეს რეჰანიც მაქვს აი ეს მომენტი არა მაქვს რა რომ აი ამ კერძს აი ეს წვანილი უნდა აუცილებლად შეიძლება ზუსტად ის აუცილებლად რო უნდა ის არა გქონდეს და მაგისთვის მაღაზიაში არ გავდივარ აქ დიდადაც ვერ იყიდი ახლა რო გავხვალ ლელას კი აქვს ხოლმე მაგრამ რაც ამაკორებად იმას ვიყიდი ანუ ჩემთან არ არსებობს ის რაღაცა რა რომ აი ეს აუცილებლად და ამის გარეშე არ შეიძლება ოღონდაც რა ახლა უღოვატე თავს ეს კარტები ой პამიდორი მომწდა კიდე გავრეცხავ და ეს წამი და მოვ sveli ხელი ვერ ვაკეთებ ვერაფერი. აი ესენი sveli მქონდა, არ შემიძლია. გონე რომ ყველაფერს აუზონგლია ქავლობას. დღეს მეგი არის ჩემთან ერთად, ჩემი ძალი. ხო და იმაზე მაქსიმალურად უნდა ვიცინო დღეს და გავატარო დრო და სამსახურის პერიოდი, ვიდრე ვარ ხოლმე, რომ აი ეს ნენელა ეს მომენტი უნდა მოვიცილო. იცით როგორ მატყობს ახლა აი შეიძლება ზოგმა თქვა, შეიძლება მეც გამცინებოდა ვიღაცას რომ ეთქვა ეს და მეთქვა რომ ვერახარ რა შენ რა მოიცა რა სიზმარი და რა შეგრძნება და რა ცუდი შეგრძნება და რაღაც ანუ მართლა ვეთქოდი მაგალითად ხო და მე არ მაქვს მომენტი ახლა რომ ეგონი ვითხრას არ მივიჩნევდი რა მაგას ძალიან დიდი ვაიმე რაღაცა არა და ამ მომენტში მაგრად მოწუხებს მაგრად ჯანსაღი პომიდორი ამიტომ არ ვწვქნი ზოგადად ვწვქნი ხოლმე მაგრამ ხარ გავწვქნი ხელს მიშლის. აი ეს მიყვარს. ამდანის ეს მომენტი მიყვარს.
დღეს არის 23 გუშინ ვიდეოში ხო თქვი რომ Google მეთი კვირა და Google არ ჩამირიცხავს თქო მოვიდა მე მეილი რომ Google-მა გადმოგირიცხა თანხა და 5 სამუშაო დღეს დაჯდება თქვენს ანგარიშზე. ანუ მოიცი შეიძლება მომიდეთ. ნახოთ ახლა და ვიღებ თურქეთის ხელფასს. თურქეთში რო ვიყავი მაგ ხელფასს. ნახოთ ჯერ არ გავუგვიძიათ ჩვენთან საქართველოში TBC ბანკის წარმომადგენლებს. გუშინ შევყევი თემუს აპლიკაციას, შევყევი და კინაღამ რაღაცა გამოვიწე და მე ჩემთან ვთქვი რომ აბა ეხლა როგორც შემოხველი ისე გადი გამოვედი. დაუჯერე ეგრევე მომენტალურად. ძალიან მახე არის ფულისა. ვაიმე, პამიდორი გავაფრინე. მიუხედავად იმისა რომ მართლა ისინი უნდა გამომეწერა რომ რაც მინდოდა რაღაცეებისთვის შოკოლადისთვის მინდოდა. მაინც ვიფიქრე რომ ჯერ არა და გამოვედი. გუშინ ვირუსის ხალხნო და ის სარეცხი ბოლომდე არ ისაფქენი და ელემენტარულია ისიც რომ არ მეზარმაცა ხა სარეცხი გასაშრობი არ მიქნებოდა. არც კი ავკრიფე. იმიტომ რომ გუშინ ერთ ფილმს უყურე. ერთ ფილმს რო უყურე გუშინ. დიდად მომეწონა მეთქი ვერ გეტყვით აი ის რა სურთ კაცებს. მაგას ვუყურე. ნუ კომედია იყო რაღაცა ჯერადაც სანამ მეორედ ვერ ვუყურებ, მაგას შანსი არა. მაგრამ სამაგეროდ მე ვუყურე ფილმს, რომელიც N რაოდენობით მაქვს ნანახი და აბსოლუტურად ყველა ჯერზე ვუყურებ იგივე განცდით და იგივე მოლოდინით, როგორც პირველ ჯერზე. ხო და ძალიან მაგარია და თუ გინდათ ნახეთ და მიხვდებით რატომ მომწონს ეგ ფილმი. რატომ მიყვარს რაღაცნაირად ჩემი მგონია. და მაგიტო. ნუ ეხლა თლათ ისტორია არ არის ეგეთი, მაგრამ ამას ქვია ვაიმე შენთან ერთად? არა. თუ შენს ნაცვლად, რა შენთან ერთად არა იყვი. აი ცოტა ეხლავე და იმას გიზავთ. თუ ჩვენს ნაცვლად. მე მგონი შენს ნაცვლად. შენს ნაცვლად. არა გვაქვს. თუ ჩვენს ნაცვლად. სერიოზულად მიყვარს ფილმი? ჩვენს ნაცვლად. სერიოზულად მიყვარს ფილმი, რომლის სახელიც ყოველ ჯერზე ვეძებ რა ქვია მეთქი ფილმს. ჩვენს ნაცვლად. ეს არის თურქული ფილმი და აი უზომოდ მიყვარს ხალხო უყურეთ. ქართულად არის გახმოვანებული ყველა საიტზე დევს. მე დანარჩენი თქვენიც. წავედი ხამის დანარჩენ პრიპასებს დავუმატებ და ცოტა გავტოკადები თორე სველტანსაც მომიწევს. მაგრამ ფილმი იქ მაქვს წავებული ფოტოში. მაგრამ მაინც მირჩევნია რომ აქ გავაშრო. აბა კარგად ბედნიერ დღეს გისურვებთ. ამას მე მოვიხსნი და გავიკეთებ. ეხა იაროს ესე. ბედნიერ დღეს გისურვებთ ხალხო. ბედნიერი კვირის დასაწყის. თუ კარგი ამბები გამეგოს თქვენზე. აბა ჰედა აბა ჰო მე იმედი მაქვს რომ აი ცოტა რომ დღედება და რაღაცა მზე არ გამოანათებს დღეს ეჭვმეყარება მაგრამ ცოტა ეს ტვირთს გადავიცლი მხრებიდან იმიტომ რომ ჯერ ის მომყვება კიდე და არ ვიცი ეგ შეგრძნება პირველად მაქვს ხალხო გამოვედი სიზმრიდან და ისე მგონია რომ იქ ვარ და ისიც არ ვიცი რაზე ნერვიულობ
ის შევაერთო რატო გამოგვლიჯე. ხო და წავიდი ახლა. ვაი და აბა ხო მეყვები საქმეს და გადაივლოს ყველაფერი.